სტუდენტები უკვე ემზადებიან ღამის გათავისათვის, ისინი იკავებენ საკუთარ პოზიციებს და არიან მობილიზებულები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარლამენტის კიბეზე. მათი მთავარი სათქმელი კი არის ის, რომ ქართულ ოცნებას არ ესმის არაფრის და მათ ძალიან დიდი ხანია აპროტესტეს საკუთარ უნივერსიტეტში რეჟიმის უსამართლობა და უკანონო გადაწყვეტილებები, თუმცა ამბობენ, რომ ხდება და ყოველთვის დგება ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როდესაც შესაძლებელია, რომ პროტესტმა მიიღოს უკიდურესი ფორმა და ერთ-ერთი ასეთი ფორმით არიან დღეს სწორედ წარმოდგენილები თათია აფრიამაშვილი, სეუს ერთ-ერთი სტუდენტი გვეტყვის ახლა რატომ მიიღეს ამ ადამიანებმა ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ისედაც მკაფიოდ გამოთქვამდნენ საკუთარ პროტესტს უნივერსიტეტის თუნდაც შიდა ან გარე პერიმეტრზე. თათია, რატომ გახდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გათენება საჭირო? ჩვენ სტუდენტური მოძრაობა ვრჩებით ასევე უნივერსიტეტშიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი თვეა დაახლოებით ისეთი ტემპით ხედავთ ისეთი კანონების მიღებას, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ გაგვაჩვმონ რაღაცნაირად ჩვენი ხმა აღარ გაიგონ, ყველაფერი აგვიკრძალონ, დაგვაშინონ, გვიწერენ ჯარიმებს ყოველდღიურად ხალხს დღეში 3 და 4 ჯარიმას უწერენ ადამიანებს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ 800 ლარი აქვთ თვეში შემოსავალი, უწერენ 5000 ლარიან ჯარიმებს. მაგის შემდეგ გადავწყვეტეთ, რომ გქონდეს ისეთი პროტესტი, რომელიც იქნება 24 საათის განმავლობაში ხმამაღალი, არანაირად არ გავჩუმდებით და ყველანაირად დისკომფორტი ექნება არა მარტო ჩვენს რექტორს გია კავთელიშვილს, არამედ მთლიანად იმ რუსულ ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომელიც ცდილობს სტუდენტების და არა მარტო სტუდენტების დაშინებას და გაჩუმებას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, უსმენთ სეუს სტუდენტს თათია აფრიამაშვილს. მოდი გავაგრძელოთ სხვების პოზიციების მოსმენაც, რადგან ვფიქრობ, რომ ამ პროცესში ყველა საკუთარი სათქმელი და მიზეზი აქვს. გამარჯობა, თქვენ კითხავთ აუცილებლად, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? არ არის მარტივი ქართული ოცნების რეპრესიული კანონების ფონზე აქ გათენება, ხო? ჩვენ ვნახეთ შუქრუთელების პროტესტის დროს ამ ადამიანებს პლედების კი არა, ხოლგის შემოტანის საშუალებაც კი არ მისცეს. უამინდობაში, წვიმაში, ქარსა და ძალიან ბევრი დაბრკოლებაში, ძალიან ბევრ რთულ სიტუაციაში მოუწიათ ამ ადამიანებს ცხოვრება. თქვენ რისი მოლოდინი გაქვთ იმის იმედი, რომ შვიდად ჩაილოს დღევანდელი ღამე? ესე იგი, ჩვენ აქამდეც ძალიან ბევრჯერ გავაკეთეთ ისეთი რამე, რაც ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას არ მოეწონებოდა და რა თქმა უნდა ჩვენ მათ მოსაწონს არაფერს არ გავაკეთებთ. დანარჩენი კიდე რაც მოხდება, მაგას ყველა ნახავს და ანუ გაიგებთ ყველა აუცილებლად. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ასეთი იყო სტუდენტების პოზიცია. თქვენ უსმენთ სეუს სტუდენტებს, რომლებიც ჩვენ ვიცით, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად გამოთქვამდნენ საკუთარ სამოქალაქოებრივ პოზიციას სეუს მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის შიდა პერიმეტრზეც და ვნახეთ არაერთი დაპირისპირება ამ პროცესში, თუმცა რადგან არ შეისმინა მათი საუბარი არც უნივერსიტეტის რექტორმა და არც ქვეყნის მთავარმა პრობლემამ ბიძინა ივანიშვილმა, გადაწყვეტეს, რომ მიმართონ პროტესტის უკიდურეს ფორმას და დღეს გაათენებენ პარლამენტის მიმდებარე ჩვენ ცხადია, გაგვიჩნდა კითხვა იმაზეც, ეს იქნება თუ არა განგზობითი ხასიათის პროტესტი და გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი არ დასრულდება ხვალდილით და არც მხოლოდ 24 საათში. ისინი აქ იქამდე დარჩებიან, სადამდეც საჭირო იქნება, ასეთი არის ახლა მათი პოზიცია და ჩვენ ხედავთ, რომ ისინი იკავებენ პოზიციებს პარლამენტის კიბეზე, სადაც დღევანდელ და ალბათ მომდევნო ღამეებსაც გაათენებენ.